საგანმანათლებლო საგანმანათლებლო დრო განანაპირებად თქვენ გააცოდინებენ ერთი აქტიურად გადაცემის ზესტაფონებიდან გაელოყავთ ზესტაფონის გუშინათქვას და ეს უცილეს პროცესი არ შეიძლება პრინციპში. თუმცა უკრავდა მოსაზრება რომ ეს დაცვა ძალიან გასაგებია საერთოდ. Finalmente, zestafoniების შემადგენელზე ვიზუალურ მატგულის სადაც მათადგილზე შემოვიდეს რეკომენდაცია და შეიძლება კი მათადგილის მეტყობა როცა ფერმენტები მიდის თავიანთი კონდიდან ძალიან რთული იყო ჩემთვის ზესტაფონის დატოვება, იმიტომ რომ როგორც მათი ჩემი ოჯახი ისე იყო მე და ყველასთან ვიყავი კარგ დამოკიდებულებაში და იგივე კარგ დამოკიდებულებას ვაგრძელებ ეხლაც. ასე დიდი მადლობა მინდა მიუხედავად ზესტაფონის გულშემატკივრას მათ გვერდში დრომას და თანადგომას ვერასოდეს დავივიწყებ არასდროს ამავიწყებ ეს თუთებით როგორ გამომაცილეს ბოლო თამაშის შემდეგ ხელში აყანილი თუმცა ყველა ადამიანის ცხოვრებაში დღეა რაღაც მომენტი რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა და მეც მაქვს ჩემი არჩევანის გაკეთების უფლება და გადავწყვეტე რომ გავასრულებავი თბილისის დინამოში ოდესაც პატარა ვიყავი და ბავშვობიდან მეოცნებოდი რომ თბილისის დინამოში მეტად ვითამაშოთ და ძალიან დიდი მადლობა ეხლა თბილისის დინამოს წევრი და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ალბათ ზესტაფონების შემატკივარი ამას გაგებით მოეკიდება ვისაც მათ ესმის პროექტი და ყველაფერი. ვიღაც გადაგესვით ხამათი გული გასწრების რეალიზაცია თავად პროექტებს და გადაგებით ვიცი რომ პროცესი განავითარა როგორც უცდელოს. დინის ორგანიზება და ფაქტია ხო ეს. ძალიან ხარ კონკრეტი თეორიები რაც შემოგეწაფონა გავაკეთე კომენტარზე და დაგაშიდეთ ზესტაფონ მენტალურ რამოდენიმე კამპანია ფეხბურთელი რაღაც პერიოდებში და ახალი შეხვედრა და ახალი პერიოდები კომენტარებში შემოხდა იმკინებია რომ არტაექოს კონცეს და ახალი პერიოდებში შეექმნა ქულები ადაკაცად შეედემატება ხუთი კამპანია ფეხბურთელის შემდეგ და თალეთახელი და ხოლმე იმკინებია გადაიტანოს ზესტაფონის ჰანდიკაპი რომელიც შეიმართ ეს შეიძლება ძალიან ფანტასტიკი დაბაშირების ძალიან მეგობრები ვიდეო უცხოეთში და ძალიან გამიკეთდა როგორც ზესტაფონის გულშემატკივრის მოულოდნელი და ცოტა გადავიდა დინამოში მაგრამ მე მგონი წარმატებულს ვიდეო და ძალიან დიდი მადლობა გადავხატე ზესტაფონში თამაშისთვის ვიდი მინდოდა ეს საერთოდ ევროპა ჩემპიონატი ევროპის თამაშის ჩვენი ასოციაცია პერიოდში მე რაღაცა ვიდი გოლი მეგობრები Because we know right, so we don't see დაასწრების არმია შემოშოროს 5-6 წელი თამაში ზესტაფონში ხო არის პროდუქტები არის რომელსაც თავის პოტენციალს იმღუჩეს და აღარ ხდება და ჩერდება და ეს ელემენტარი მოვლენა იგივე პრემიერლიგაში რამდენიმე გადადიან აი ლივერპულიდან ვთქვათ არსენალიდან ვთქვათ ჩელსიში არის ეგეთი ბევრი შემთხვევა და ამიტომ ზრდა ალბათ თვითონ ჩაკაროს საჭიროა უნდა სწავლებს შეიძლება თავის ძალა ალბათ ეს ველი პრემიერლიგა და შეიძლება წაიღოს ფაულში ძალიან მიგრიანდა ძალიან შეიძლება დაიწყება რაღაც კატეგორიას შემოწმებულს პასუსო გადაწყვეტილება ჩემი მასში კოლონიაში გადასვლას ყველამ კარგად იცოდა რომ დღეზე მე წავსულიყავი თუმცა ბოლოს სოციალური გადაწყვეტილება მოგონა მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელია რომ ეს ტრანსფერი ვერ მოხერხდა ამასობაში დინამოს ამიკავშირდა და გადაწყვეტა ჩემი არჩევანი გავაკეთე დინამოს სასარგებლოდ და ეს ალბათ ახლა ზესტაფონში რაც თამაში 6 წელი ალბათ გუნდისთვის სულ და ბოლო თამაში გამამდეოდა თუ არ გამამდეოდა რა გამიკეთებია გუნდი გამიკეთებია მე ხარ წამოები ზესტაფონის გულშემატკივრას არასდროს არ დავიწყებ და აცხენ გამილებას და არის ყველასთან იქნება ისე დამოკიდებულებაში როგორიც მან თამაშის დროს ვიყავი და ხა ზესტაფონის გულშემატკივარი თუ ჩემს უმარ გულგრილი იქნება ეს უკვე თავისუფლად გადასაწყვეტია. პროფესიონალიზმი და ეგრე შეიძლება შეიძლება და მეორე ახალ მომში ახალი სისხლით უნდა მოვიდე და ახლა მოგიზარდა ის და გავაკეთე ის და